დიდი ტრობა და განხეთქილება აქვს ქართველებს. აი თუ დავაკვირდებით, მადლობა ღმერთს, ეკლესია ახერხებს და აერთიანებს ერს. სულიწმინდის მიერ ახერხებს, რომ ქართველი ერი იყოს შეკრული, მაგრამ ნახეთ, გამოჩნდნენ არაბები, ვიღაცა მიიდრიკა არაბებისკენ და ქადაგებდა ისლამს. ამას შემოქონდა შფოთი. გამოჩნდნენ ბიზანტიელები, ზოგიერთმა დაიწყეს მიდრეკა იქითკენ და საკუთარ მიწა-წყალზე ამბობდნენ უარს. გამოჩნდნენ სპარსელები, ისევ მიიდრიკა ქართველი კაცი. გამოჩნდნენ რუსები, მიიდრიდნენ რუსებისკენ. გამოჩნდნენ ევროპელები და დასავლეთი მიიდრიკა კაცი იქით. აი ნახეთ როგორი ცუდი ბუნება გვაქვს. ვინც მოდის დასაპყრობად ჩვენი ერისა, სუსტები ვინც არიან, იმათ ხარეს გადადიან პირდაპირ და მერე ერს უწყებენ ჭკუის რიგებას და ასე შემდეგ. ერთი მაგალითი შეიძლება ამისთვის აი მოკლედ ვთქვათ. ევდემოს კათალიკოსი რომის როსტომ ხანს ეუბნებოდა ესეთ რამეს. ქართველების მამინაცვალი ხარ და მუსულმანების მამაო. იმიტომ რომ ცდილობდა რომ ისლამი შემოეტანა საქართველოში, იქაური წესშეულებები. კომუნისტებს შემოქონდა თავიანთი წესშეულებები, დემოკრატებს თავიანთი, ლიბერალებს თავიანთი. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი წესშეულება. ქრისტიანული მართლმადიდებლური ცხოვრების წესით და ამით უნდა ვებრძოლოთ ტრობასაც, შურსაც და ერთმანეთის გაუტანლობასაც.